აი მეგობრებო, ვიმყოფებით სინაგოგაში მე და გიორგი. სინაგოგა. გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით სინაგოგაში და მინდა გაჩვენ რამოდენიმე ადგილი სინაგოგაში და წარმოდგენა გქონდეთ რა არის. ეს არის არონა კოდეშის ადგილი. აქ ინახება თორის გრაბილები და დღესასწაულებზე გამოვაქვთ, ამათაც ჩაბათ გამოვაქვთ, ან სიმხარ თორის დღესასწაულზე გამოვაქვთ აქედან. ახლა მიგაკ შემოტანილი ეს არის რა იცი? ამ სტახზე სვამენ პატარას, 8 დღის პატარას და უკეთებენ წინასწარ. და ბრითმილას ადგილია ეს. ამას ქვია ამ რიტუალს ქვია ბრითმილა. აი ამ ტახზეა სვამენ პატარას და აქედან აკეთებენ იმას. ესაა რომის და წარმოდგენა გქონდა. ეს ტახტი არის, ამაზე რაბინი არცის, როგორც თქვენ ზოგიერთი გონია. ამიტომ ახლა ერთი კიდევ საინტერესო ადგილი გაჩვენოთ. ეს არის ადგილი, სადაც სწავლობენ თორას და ქალებს. ჩაქრა რაღაცა. ამ ჩაქრაში. ეს იღებს. აქ სწავლობენ თორას. რაბინის ისა აქ. ან აქ გააჩნია მოეხერხება, ასე ზის მისი მოწაფეები და აქ სწავლობენ დედა თალმუდის ტექსტებს, ტრაქტატებს და თორას ასე ასწავლიან. ასე სწავლობენ სინაგოგაში თალმუდს და თორას. ხოლო აქ და ეს მენორა სასახლე არის, მაგრამ ეს მენორი ხანუკია. 9 ხანუკი არის, ეს არის მთავარი, აქედან 1 2 3 9 არის კი. ხანუკი. ეს არის 9 ხანუკაზე ანთებენ ამ სასახლეს. ხანუკის დღესასწაულზე. ნუ ამაზე მე ვილაპარაკებ. და წამოდი ეს მინდა რომ გითხრათ, ეს ადგილი არის. ეს არის მოსეს ტახტზე და იესო ქრისტე როამოს. მოსეს ტახტზე National Parliament of Singapore, ეს არის ეს ადგილი. მოსეს ტახტზე და ამ ადგილზე არის მნიშვნელოვანი რა, ამ ადგილზე გამიგარეკი. ამ ადგილზე მიკითხება მონოპოლის წინაწელები და თორა. და ამ ადგილზე მიდის კონტროლის გამოყენება. ამიტომ ამბობს იესო ქრისტე, რასაც გეთხრიანო, დაუჯერდა შეასრულო. აქედან თქმული უნდა დაიჯერდა შეასრულო, აქედან თქმა წმინდანების ზუსტად წმინდანები რაც არის. Όλο იქიდან მიიღო თალმუდზე იმას კითხული მასაუბრებელს. ამიტომ ეს განსხვავება მოწყვეტინა. იმედია მოგეწონათ, მაგრამ იმას ვეძებ, საყვირს ვეძებ, მოდი საყვირი ვნახოთ თუ არის აქ, რომ მე გაჩვენოთ საყვირი როგორ გამოიყურება. საყვირი მაინტერესებს. მოდის აქ შოფარი არ არის კი? აქ შეგახული და ერთი რამე უნდა იქნებ გაჩვენოთ. ტალიტი მინდა გაჩვენოთ. ეს არის ტალიტი, მოსასხამი, ებრაული სალოცავი. ეს არის ტალიტი გადოლ, ამას ქვია დიდი ტალიტი. ამას ებრაელები ასე იცვამენ, სალოცავია ესა. ასე მოსასხამია და ასე უცვლობენ ამაზე. ასე მაგრამ ამას აკეთებენ აი ასე კიდევ ესე რატო ეს ასე მნიშვნელოვანი რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ გახსოვთ სახარებაში ნახსენები დედაკაცის სისხლით რო იყო გახსოვთ რას ამბობდა ეს ქალი თუ ტასაცის ბოლო შევეხები იესოსო განვიგულები იგი აი ამას შეეხო ამ ქალმა აი ამას უძახიან ფოჩოებს ციციტი ხო ციციტი ქვია ამას ივრითულად და აი ამას შეეხო იმ ქალმა როდესაც იესო ქრისტე ასწავლებდა რომ იმ დროს ისრაელში ყველა იცვამდა ამას ეს ახლა ამან მიიღო სალოცავი ატრიბუტი მაგრამ იესოს დროს ამას იყენებდნენ როგორც დამხმარე დასაცმელი რადგანაც უდაბნოში იყო სიცივე და ამას ზოგი გადასაფარებლად იყენებდა მოსასხამად იყენებდა და ასე დადიოდნენ და აი ამას შეეხო ის ქალი ზუსტად ციციძე ასე რომ შეეხო ეს იყო ზუსტად ის რამაც მიიღო განკურნება ამ ქალმა აი ეს ჩვენი სიდური ეს არის სამოცავი წიგნი გადაშერეგიო მაგალითად
მოდით ჩვენთან არის ეს სიდურია ჩვეულებრივი სალოცავი. ამას ლოცვები, როდესაც ლოცვის საათებია, სამი ტრადიციული ლოცვა აქვს. ეს არის დილის ლოცვა, შუადღის ლოცვა და საღამო ლოცვა და მოდიან ებრაელები, ვისაც სამსახური აძლევს საშუალებას, მოვიდა დღეში სამჯერ ლოცვა. ეს კი წიგნები არის. ესა სინაგოგა განთქმულია წიგნებით. სინაგოგა ეს არის წიგნების ადგილი. აქ სულ წიგნებია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს. წაიკითხოს აი მაგალითად ეს არის ტეგილად გაშენი. ანუ ეს არის ლოცვა. ეს არის შახარიტი ეს არის დილის ლოცვები არის. თუმცა შაბათი შემოდის, რაში ლოცვებენ. დილის ლოცვას ქვია შახარიტი, რომ იცოდეთ, ევრიტულად. აი ეს ლოცულობას ეს ხალხი. ამიტომ ეს შემოგარგებთ თუნდა გესმის, რასაც სახარებაში არის სიუჟეტი იესო ქრისტე რასაც აკეთებდა. ეს ებრაელებში არ შეცვლა. ეს ყოველდღიური წესი ახლაც არის. და იესო ქრისტე ამას იცავდა. ნუ ლუკას სახარებაში წერია. წესი სამებ შევიდა შაბათ სინაგოგაში იესო ქრისტე. წესი სამებ შეუძლებს, სანამ პავლე მიდიოდა ახალ ქალაქებში სინაგოგაში ყოველ შაბათს. თუ სინაგოგა არის ადგილი, სადაც ისწავლება წმინდა წერილი, სინაგოგა არის ადგილი, სადაც ხალხი ერთმანეთთან მოზიარობას მიიღებდნენ, აგრეთვე მსახურების მენეჯმენტის ჭამა, და ყველა სინაგოგას აქვს თავისი რესტორანი, თავისი სასადილო, ეს ყოველთვის იყო ებრაული თემში, ეს ყოველთვის ამით გამოირჩეოდა ყოველთვის ებრაული თემა. მაშასე ვიყურეთ, მალე ჩვენ ვიქნებით ისრაელში და ჩამოვიდგება ებრაულ ტრადიციაზე, ებრაულ კულტურაზე და საინტერესო დეტალებზე ვილაპარაკებთ უშუალოდ ისრაელიდან, კერძოდ იერუსალიმიდან. და ებრაელები ამბობენ, მომავალ წელს შეხვედრა იერუსალიმში. შენობა იერუსალიმი, ეგრეთ ვატასია. მომავალ წელს იერუსალიმში.